მე ვიმყოფები პირველი სკოლის კიბეებთან, სადაც არის ყვავილების გაჩერება, ოღონდ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ყვავილების ფესტივალს აქვს ძალიან მრავალწლიანი, ბევრწლიანი გამოცდილება და ტრადიცია. კვლავ გრძელდება ბამბის რიგზე, შარდენზე, მაგრამ ჩვენ, მე და ჩემი საყვარელი ნუცა, რომელიც დაკავებულია ყოველთვის, მოვხდით ყვავილების გაჩერებაზე. ჩვენი რესპონდენტი, ჩვენი საყვარელი მზიკო კალანდაძე, რომელიც არის ყვავილების გაჩერების ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფრო დეტალურად გვიამბობს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცო ყველაფერი და ყველას ულოცავ მთელ საქართველოს ამ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. დღეს წელს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 25 წელი გავიდა და ამიტომ მასშტაბურია ეს ღონისძიება. მოკლედ თბილისის მერია გარდენიასთან ერთად ესეთ საოცარ სანახაობას აჩუქა მოკლედ ქართველს და არა მარტო ქართველებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტები გვყავდა, ბავშვები, დიდები, ამიტომ მიყვარს ესეთ დღესასწაულები, რომ ყველა ასაკის ადამიანი ბედნიერია, ყველა ჩართულია. ეხლა არ ვიცი რამდენად ჩანს კადრში, მაგრამ აქ არის ესეთი გაჩერება კონკადგას, რომელიც თლიანად ყვავილებით შეიფუთა. იქ ხალხი იღებს ფოტოებს, აქეთაც არის ესეთი ლოკაცია, ძველი ჩარჩოებით, სადაც ასევე ფოტოებს იღებენ და მე მგონი მთელი საქართველო გაივსება დღევანდელი დღის ფოტოებით, რასაც ძალიან მიხარია. აქეთ არის მწვანე გაჩერება, ყვავილების გაჩერება. ქვემოთ არიან გოგოები, რომლებიც ულამაზეს გვირგვინებს წნავენ ყვავილებისგან. იქეთ არის ძალიან საინტერესო მწვანე გაკვეთილები. ანუ შეგილია შენ თვითონ ქოთანი მოხატო, დააწებო ზემოდან ლამაზი ყვავილები და ჩარგო შიგნით ყვავილი. ანუ შვილებთან ერთად შეგვიძლია მოვიდეთ თავისუფლად და იაქტიურონ, ხო? ანუ აქ ბებო ისვენებს, ეცნობა მცენარეების აჩარგოს როგორ, იმიტომ რომ ზურა გვყავს საოცრება. ისეთი ეს ეს გოგოები ულამაზესები, აი არ ვიცი, მართლა გეუბნები, საოცარი დღეა. გულით აბა ვანახოთ ეს ლამაზი გოგონები, რომლებიც გვიმშვენებენ ჩვენს რუსთაველის გამზირს და ნუცა მინდა გითხრა, შენც დაახლოებით ერთ სტილში ხართ თქვენ. მოდი რა შენც მოგვილოცე რა. მეც ულოცავ ჩვენ მოყვარებელს ამ არაჩვეულებრივ დღეს 25 წლის თავი არის ჩვენი დამოუკიდებლობის და აი ეს ლამაზად და ბედნიერად მინდა რომ გავატარო. მე იცი რა მინდოდა რომ სიმღერით ჩვენი საქართველოს ჰიმნით დამეწყო ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა, იმიტომ რომ მუსიკა გვფარავს. მოდი ხა ჩვენ შევუდგეთ ნელ-ნელა. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მზიკო კალანდაძეს, არაჩვეულებრივს და ულამაზეს. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ ზურა ჩალათაშვილთან, რომელიც ჩაგვიტარებს მასტერ-კლასებს, როგორ უნდა გავალამაზოთ ჩვენი აივნები. წავედით. მოდი, ნუ შენ ხომ არ კარგი. გამარჯობათ. გამარჯობათ. რაღაც ძალიან საინტერესო უნდა გვასწავლო შენ დღეს, ხო? კი, ვფიქრობ საინტერესოა, იმიტომ რომ მებაღეები ვცდილობთ რომ მებაღეები ვცდილობთ რომ ძველი თბილისის აივნები ხომ ძალიან ლამაზი იყო და ვცდილობთ წელს მოსახლეობას პატარა სამებაღეო ხრიკები ვასწავლოთ თუ მარტივად როგორ შეუძლიათ თვითონ არა მებაღეს ჩვეულებრივ მოყვარულ ადამიანს როგორ შეუძლია გაალამაზოს აივნები და ზურა ძალიან მინდა რომ ჩავერთო ხა პროცესში. კოტნებს. კი ბატონო, ჩაქრთავთ პროცესში. კონტეინერებს ვგავთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოაჯირებზე კარგად იკიდება აივნებზე და ფართსაც არ უკარგავთ და კონტეინერების შემთხვევაში მთავარია ცენტრი იყოს რაიმე მრავალწლოვანი მცენარით გაკეთებული და აქეთ იქეთ უკვე მორგული სეზონური ყვავილები. მაგრამ ამ შემთხვევაში სუროსაც ვამატებ, იმიტომ რომ ცოტა ჩამოვიდეს ესე რომ მოაჯირი დაფაროს. სუროც მრავალწლოვანია და მარადმწვანე და ბეტონია. ზურა, სანამ ელენე ჩაერთვება საქმეში, იცი რა მითხარი, რამდენად დიდი არის უკვე ნელ-ნელა ეს დაინტერესება, რომ ეს აივნები ჩვენი გავალამაზოთ და რამდენად ბევრი ადამიანი დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველწლიური კი არა, ყოველთვიურად იმატებს ამ მცენარეებით დაინტერესებული ხალხი. ამიტომ დაინტერესება საკმაოდ დიდია და ჩვენც მეტი მონდომებით ვცდილობთ რომ ვასწავლოთ ხალხს. ძალიან მიხარია. მე აი იქ დავინახე კადრში ვხედავ როზმარინს, რომელიც ძალიან მინდა მოვიყვანო, იმიტომ რომ მე თვითონ სულ ვცდილობ რომ საკვებში გამოვიყენო აი ცოცხალი როზმარინი და მეც მინდა მე დგას მე მასწავლე როგორ აუცილებლად გასწავლეთ. ეხლა ამ შემთხვევაში ლავანდა ცენტრად აღებული ქოთნისა შეგვიძლია როზმარინიც ავიღოთ და უკვე ორნაირი დანიშნულება ექნება როგორც კულინარიაში ასევე გაალამაზებს და გაამწვანებს აივნებს. ესე იგი ჩემთვის
სარგებელიც ნახე დღესვე. ესე იგი, როგორც გავარკვიეთ, მაქსიმალურად კიდესთან უნდა იყოს, რომ ეს ლამაზად მე ჩამოეფაროს და იყოს, მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ აივანი გავალამაზოთ და იყოს ესეთი გამწვანებული და ფერადი. თან დავვრგოთ. თან დავვრგოთ გვერდზე. მე. შეგვიძლია ჩავ. ყვავილი მივუბრუნოთ. აი ასე. ხო, ბევრი შეცდომები მოგვიყვება. არა უშავს. აი ასე. ეს ყვავილი ნამდვილად ესეთი არის თუ მოხატულია? არა, ნამდვილად ასეთია. ბუნებამ მოგვიხატა და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვიტანოთ. იცი რატო გეკითხები? იმიტომ რომ საქართველოს დროშის ფერებში არის და ცოტა ეჭვი შევიტანე. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის. ნუ შეიძლება. შემდეგი ეტაპი რა არის? ამის შემდეგი ეტაპია უკვე საკიდებით აივანზე გადატანა და მორწყვა. რამდენად ხშირად ჭირდება მორწყვა? სცენარეს არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, რომ გითხრათ ამ ყოველ მეორე დღეს უნდა ან ყოველ მესამე დღეს სეზონის მიხედვით სჭირდება და იმის მიხედვით როგორც გამოშრება. ეს თვითონ ვინც მორწყავს, ხელით უნდა ნახოს ნიადაგი რამდენად ნესტიან და იმის მიხედვით უნდა მოიქცეს. ზიანი ადგილი თუ უყვარს, ესეც საინტერესო, ანუ პირდაპირ მზე თუ უყვარს. ამ კომპოზიციას უყვარს მზიანი ადგილი, მაგრამ არის ისეთი მცენარეები, რომელიც ჩრდილიანი ადგილებისთვის იქნება განკუთვნილი. კარგი, მე ესე იგი მესამე ყვავილიც ჩავრგე, ჩვენ სახელზე ნუცა იქნება ჩარგული. მოდი გადავინაცოთ, ხო? ეხლა შენ მე მომაწოდეს მიკროფონი, იმიტომ რომ ძალიან კარგი აქტივობა უნდა გავაკეთოთ შენთვის. ზურა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენც გილოცავთ ასევე. გადავინაცოთ, ესე იგი მე შემოუვლი ესე. მე მინდა გითხრათ, რომ ისეთი კარგი განწყობა არის დღეს რუსთაველის გამზირზე, აი არ ვიცი, ემოციებში ვარ. მინდა რომ ყველა ჩვენთან ერთად იყოთ, ჩვენო წამყვანებო სტუდიაში რო ზიხართ. ეხა ნუცა გვანახებს თუ როგორ უნდა ავაწყოთ ძალიან ლამაზად და ძალიან კოხტად, როგორც ნუცას შეშვენის გვირგვინი. ჩვენ ამასობაში ვეძებთ ქალბატონ ნანა თაყაიშვილს, ფლორისტი, რომელიც დაგვეხმარება იმისათვის, რომ კარგი, ლამაზი და სწრაფად გავაკეთოთ გვირგვინი. ნუცა! მიუახლოვდებით ეხა ჩვენ ნუცას. ჩვენ ვხედავთ არაჩვეულებრივ ყვავილებს და უნდა ვთქვათ, რომ 300-მდე მცენარე არის, ესე იგი, თავმოყრილი ერთად და აი საით გავიხედო ისიც არ ვიცი. ჩემს უკან, ჩვენი საყვარელი ოპერატორის უკანაც ძალიან ბევრი მცენარეები არის. ვეცდებით, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დაგანახოთ და იგრძნოთ ის ემოციები, რაც აქ არის ჩვენთან. იმედია გესვით ჩემი ხმა, ხო? აი ესე იგი, მე მივდივარ ნუცასთან და ქალბატონი ნანა. ნუცა! გიპოვე! აბა როგორ ხარ? ფანტასტიკურად. თუ ხედავთ, რამდენი ლამაზ ყვავილში ვართ მოქცეულები, ქალბატონი ნანა, ფლორისტი, რომელიც დღეს დაგვეხმარება და ჩემ მასწავლის როგორ ავაწყოთ ლამაზი თაიგული. გამარჯობათ ქალბატონო ნანა, პირველ რიგში გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დღეს. მადლობა, თქვენც გილოცავთ და ყველას ულოცავ დღევანდელ ლამაზ დღეს. აი ძალიან არაჩვეულებრივი ისეთი კარგი განწყობაზე ვართ, იმიტომ რომ იმდენი ბედნიერი სახეა და აი ღიმილიანი დადის ხალხი, აი ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიხალეთ. მართალია, დილიდან როგორც ვიცით უკვე ძალიან ადრე დაიწყო ყვავილების გაჩერება და შევეცდები დიდხანს არ მოგაცდინოთ და ნელ-ნელა თუ შეიძლება რომ გვასწავლოთ როგორ ავაწყოთ ესეთი ლამაზი თაიგული. კი, აუცილებლად. ეხლა რა შეესაქმე? კლასიკურად საერთოდ გვირგვინს არ უნდა არც თოუკი, არც კოჩი, არც მავთული მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს დაიწყო მინდვრიდან, მინდორში ეხლა ყვავილების მეტი არაფერი არ გვაქვს და ცოტა სხვანაირად იწვნება, მაგრამ ეხლანდელ სიტუაციაში მაგალითად როცა გჭირდება ჩქარა, ყველაფრის გაკეთება და უამრავი ხალხი, რიგია და არის ერთი ამბავი, ამიტომ ესე მარტივად ვაკეთებთ, ესე მოვიფიქრეთ, რომ ესეთ მავთული, რომელიც არის ელასტიური და რბილი და კოჩით ვამაგრებთ პატარ-პატარა ყვავილებს, ვისაც ანუ იმის მიხედვით ვის რაფერი უნდა. შეიძლება რომ ნუცაც ჩავრთოთ პროცესში. აუცილებლად შეიძლება. იმიტომ რომ ნუცაც განსაკუთრებულად უყვარს გვირგვინების გაკეთება და განსაკუთრებულად უხდება. მე შენა ის პატარ-პატარებად უნდა დავჭრათ და მორიგეობით ახლა მე გადავწყვეტე რომ აი ეს პატარა ვარდისფერი ქართული წინწკალები და ლუგუსტრუმი გამომეყენებინა. მოდი მე აქედან მოგიდგებით, ხელი არ შეგიშალოთ. ой, როგორი ლამაზია. ძალიან ლამაზია ხო? პეპლებიც კი ჩვენთან ერთად არიან. ხვდებით რა სილამაზეში ვართ? გშურდეთ.
ნუ ნუცას რო ძალიან ბევრი რაღაც ეხერხება, ეგ ვიცოდი. ესეც თუ ესე კარგად გეხერხებოდა, ჩემო ნუცა ნამდვილად არ ვიცოდი. როგორი პროცესი არის? სიამოვნებას განიჭერ. სამოვნო არის და სხვათა შორის მართალი თქვი ელენე, მე ძალიან მიყვარს ყვავილებთან ურთიერთობა და მე შენ მე ამ თაიგულს გაჩუქებ. თუ ლამაზი გამომივა. არა, მე ვერ მივიღებ, მე მინდა რომ ეს შენი იყოს. ქალბატონო ნანა, რა დიდი ხანია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? დაახლოებით 10 წელი იქნება, ხო? ძალიან მიყვარს ეს საქმე, ძალიან შრომატევადია, მაგრამ ძალიან საერთოდ ყვავილები იძლევიან ძალიან დიდ ენერგიას. ჩვენგანაც სჭირდება დიდი სიყვარული, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ამ საქმეს თუ არ გიყვარს, ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, ძალიან რთული საქმეა. და ნუ აუცილებლად უნდა გიყვარდეს ეს საქმე და რა ვიცი, მე მიყვარს და ვაკეთებ. მე მგონი ჩვენი ყვავილებიც იღებენ იმ დადებით ენერგიას, რაც აქ ხდება რუსთაველის გამზირზე და არ არიან მოწყენილები, პირიქით არიან სუფერად ფერადები და გახარებულები და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნუცასთან ერთად ვიმყოფები ამ სილამაზეში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი არის, ზაფხული არის აქ მოკლედ ჩვენთან. ამასობაში ჩვენი ნუცა ნახე, ფინიშისაკენ მიდის. მოდი მოიზომე, აბა. კარგია? ძალიან ლამაზი არის. ამას კიდევ ჭირდება ქალბატონო ნანა კიდევ. იცი რა, სურვილის მიხედვით ახლა ზოგს უნდა მთლიანად წრეში, მაგრამ ზოგს ნუ აი ეგ რაც ჩანს. ამ შემთხვევაში როგორ ჯობს? შემთხვევაში რა ვიცი, ნუცას როგორ ესე მომწონს. როგორ დავიმაგროთ მერე? იცით რა, ანუ ეს კოჩი დავამთავროთ უნდა ამითი. და შემდეგ ესე მავთულს მოდი მე გაგიკეთებ. ოი, ჩემი დედოფალი, ულამაზესი. უხდები, ყველაფერს უხდები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისათვის რომ ჩაგვიტარეთ მასტერკლასი, ნუცა მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა, დღევანდელ დღეს გილოცავთ თავისუფლება და რა ვიცი, სიხარული და სიყვარული ჩვენ ქვეყანას. მე ხა ძალიან მინდა რომ ზურა შევარდნაძეც ვნახოთ და თუ არ დაგეზარებათ წამომყევით, დაგტოვეთ ქალბატონო ნანა. ამასობაში ჩვენ ოპერატორს ვთხოვ რომ გამოაჩინოს ის ლამაზი ადგილები, მე ნელ-ნელა მიუახლოვდები ბატონ ზურას. იცი რა, ჩვენ მე დაგკვირდით, რომ ოპერატორის უკან არის კიდევ ბევრი მცენარე, რომელიც ჩემთან ახლოს არის. ჩვენ შეგვიძლია ეხა მიუახლოვდეთ ერთ-ერთ წარმომადგენელს და გავიგოთ თუ რამდენი სახეობის გარემცენარე არის აქ. მოდი აბა. აბა მიუახლოვდეთ. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. როგორ გრძნობთ თავს? მე რო გრძნობ ესე გადაიქცა მაწყე ვარ, დედას გეცი მეორე დღე არ მიძინა და მაგარი დაღლილი ვარ, მაგრამ მაგარი ხალისობ ამდენი ულამაზესი ადამიანი. ეგ არის მთავარი. თქვენ რო შრომობთ, ჩვენთვის ეგ ყოველთვის დაგიფასდებათ და იმიტომაც არის რომ ვეზიარებით ამ სილამაზეს. თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, რამდენი მცენარე არის გაერთიანებული დღევანდელ ამ ყვავილების გაჩერებაზე? კლობით 300-ზე მეტი მცენარე გვაქვს გამოტანილი, კი ეგრე არის და ყველა ჩვენი ხელით გამოვიტანეთ მაგარი დაღლილები ვარ თვითონ. თქვენ ამ საქმით დიდი ხანია დაკავებული ბრძანდებით. წადია მე უკვე აგრონომი ვარ და შევარნაძესთან ვარ 6 წელი. ფანტასტიკურია, ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ნუჩიკ, რა ვქნათ ჩვენ? უნდა გავიქცეთ, უნდა აუცილებლად მინდა ზურა ვნახოთ ჩვენ. დავათვალიეროთ ხო ჩვენ კიდე თან მოდი შევისეირნოთ. ვერ შემოგვიშვებენ. მოდი გავისეირნოთ ჩვენ და იცი რა არის? მართალია მუსიკა არის. მოდი ჩემთან. არა უშავს, ზურა შევარდნაძე ვერ ვნახეთ, მაგრამ იგი აქ ძალიან დაკავებული არის და იმიტომაც არ არის ჩვენთან ერთად ეხლა ამჟამად. მუსიკა ისმის, მაგრამ მე მაინც მინდა საქართველოს ჰიმნით დავასრულო, ცოტას წაგიღიღინებთ. ჩემი ხატია სამშობლო, სახატებთან არ მესვის ჩემი ხმა. ნუცა მოდი ერთად. ჩემი ხატია სამშობლო, სახატებთელი ქვე